რამდენიმე კვირის წინ, ზუსტად 3 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, გააფრთხილა საზოგადოება ჩვენი, რომ BBC-მ ეს გააკეთა სიყალბე ჩაიდინა იმისთვის, რომ ამას მოჰყვეს რაღაცა ტიპის ქმედებები, ან ეუთოს მინისტერიალზე, ან ევროკავშირში და დღეს ეს ახდა. BBC-მ გავრცელა ძვირ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შინაგანსაკუთრებათა სამინისტრომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აღსანიშნავი ნივთიერება კამიტი გამოიყენა. ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორგის შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეესწებიან. Თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო BBC-ს გამოძიებას, რომელიც ადგენს, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული პროტესტის ჩასახშობად 2024 წელს. ეს აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული საერთაშორისო დონეზე. ეს არის კამიტის ეფექტი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ფრანგები იყენებდნენ. დღეს კი ვხედავთ დამოუკიდებელ სიუჟეტში, რომ ის გამოიყენეს აქ, ევროპაში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.